სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით 2026 წლის იანვარში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 7.9% შეადგინა. დადებითი ტენდენციების შენარჩუნება ეკონომიკაში სახელმწიფოს პრიორიტეტია. თამარ ჩიკვატიაგი ამბობთ. ამ ტემპის შენარჩუნება არის საკონცერტო მნიშვნელობის იმისათვის, რომ ჩვენ მუდმივად შევძლოთ ჩვენი მოსახლეობის ცხოვრების დონის გაუმჯობესება. კაფეო მიზანი, სწორი ეკონომიკური პოლიტიკა და ძლიერი ეკონომიკური გუნდი. მთავრობის თანმიმდევრული გადაწყვეტილებების შედეგად საქართველოს ეკონომიკა მზარდია. გაზრდილი მაჩვენებლების უკან სახელმწიფო რეფორმების ვრცელი ჩამონათვალია. ძალიან ბევრი რამ შეიცვალა. უშუალოდ ეკონომიკის მართვის კუთხით, მათ შორის ჩვენ ბევრი ვისაუბრეთ იმ რეფორმებზე, რომლებიც განხორციელდა სახელმწიფო საწარმოებში, მათ შორის ენერგეტიკის მიმართულებით, რკინიგზის მიმართულებით, სხვა სფეროებში ჩვენ გვაქვს ძალიან ღია ეკონომიკური პოლიტიკა, რაც ხელს უწყობს ბუნებრივი ეკონომიკის განვითარებას. ჩვენ შარშან მოგვიწია კონკრეტული ინფრასტრუქტურული პროექტების გაჩერება. კორუფციული რისკების პრევენციის მიზნით ამის ხარჯზე ვერ დაიხარჯა დაახლოებით 400 მილიონი ლარი გასულ წელს, თუმცა ეს 400 მილიონი ლარი გადმოდის მიმდინარე წელს, შესაბამისად ესაც ხელს შეუწყობს ბუნებრივი ეკონომიკური ზრდის ტემპის დაჩქერებას. ეკონომიკური ზრდის ტემპი, რომელიც ევროპაში ლიდერ საქართველოს მსოფლიოშიც გამოარჩევს, მიმდინარე წელსაც შენარჩუნდება. ამ პროგნოზის საშუალებას მთავრობის ეკონომიკურ გუნდს უკვე არსებული შედეგები აძლევს. ექსპორტის მოცულობამ 480 მილიონი $100 შეადგინა, ადგილობრივი ექსპორტის დაახლოებით 68%-იანი ზრდა ჰქონდა იანვრის თვეში. შესაბამისად, ჩვენი მოლოდინია, რომ 2026 წელს ეკონომიკური ზრდის მაღალი ზრდის ტემპები შენარჩუნდება. საქართველო არის ლიდერი ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით ევროპაში გამორჩეული, მსოფლიოში საქართველო მომავალშიც გააგრძელებს დარწმუნებული ვარ მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპის დემონსტრირებას. ინფორმაცია და კომუნიკაცია, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების, სამთო მოპოვებითი მრეწველობა, სასტუმროები და რესტორნები. საქართველოს ეკონომიკის მორიგი ზრდა ამჯერად ამ დარგებმა განაპირობა. 2026 წლის იანვარში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით რეალური მთლიანი შიდა პროდუქტი 7.9%-ით გაიზარდა. ინფორმაციისა და კომუნიკაციის სექტორში ზრდას ძირითადად განაპირობებს კომპიუტერული დაპროგრამების კონსულტირების და მათთან დაკავშირებული საქმიანობის მომსახურების ზრდა. საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობის სექტორში ზრდა ძირითადად განპირობებულია კომერციული ბანკების საპროცენტო შემოსავლების ზრდით. სამტომოპოვებითი მრეწველობის სექტორში ზრდას განაპირობებს ფერადი ლითონების მადნების მოპოვების ზრდა. წინასწარ ეკონომიკურ პროგნოზს საქართველოს ყოველ წელს აჭარბებს, შესაბამისად განსაზღვრულზე მაღალი ეკონომიკური ზრდა წელსაც მოსალოდნელია.